ეს აბსოლუტურად შემზარავი ამბავი არის, იმიტომ რომ იცით რა, ჯერ პირველ რიგში თავისთავად ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად იმ დონემდე მიიღვანა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და ჩვენი ხალხის მდგომარეობა, რომ წელიწად ნახევარი მიუსაჯეს ადამიანს ციხეში ჯდომა იმისთვის, რომ ფლომასტერი სადღაც რაღაც წარწერა გააკეთა და ეს რაღაცნაირად, როგორ გითხრათ, გაზდით ეს უკვე არის უმძიმესი განაჩენი, ვფიქრობ, სად მიიყვანენ ჩვენი საზოგადოება ივანიშვილმა და რა თქმა უნდა ის, რომ გარდა სულ რომ ჯანმრთელად იყოს ელენე, თავისთავად ეს ფაქტი არის, ჩემი აზრით, აბსოლუტურად მარაზმი, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ეს არის ამორალურობა და ყველაფერი სხვა, მაგრამ როდესაც ამას ემატება ის, რომ ადამიანს შეიძლება ძალიან მძიმე და შეუქცევადი ჯანმრთელობის დაზიანების პრობლემებით გამოვიდეს ამ საპატიმროდან, როცა გამოვა, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო შემზარავს უნდა გახადოს ეს ფაქტი შემზარავი ყველასთვის, განსაკუთრებით მე იმიტომ მივმართე ივანიშვილის ორ წარმომადგენელს, ბოჭორიშვილს და ახვლედიანს, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდნენ ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ საელჩოში ბრიუსელში, შემდეგ ალბათონი ახვლედიანი წლები ხელმძღვანელობდა შესაბამის დეპარტამენტს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ელენესთან სწორედ ევროინტეგრაციის მიმართულებით და მე უბრალოდ მაინტერესებს რაღაცა ხო არსებობს მესმის რომ რაღაცა არსებობს რაღაცა კარიერა, ფინანსური ინტერესები და ასე შემდეგ, მაგრამ ალბათ რაღაცა ადამიანური განზომილება წესით უნდა არსებობდეს თუ ადამიანმა არ დაკარგა მისი ადამიანური სახე და მართლა მაინტერესებს აი ესეთი ხალხი ეს ორი ჩამოვთვალეთ ორი სხვებიც არიან რა თქმა უნდა ძალიან წლების მანძილზე იყვნენ ელენესთან საქმიან ურთიერთობებში, სხვადასხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, აი ევროინტეგრაციის მიმართულებით და ეს ხალხი დღეს ამ რეჟიმს ემსახურება და მე მართლა არ ვიცი, აი როგორ ცხოვრობენ ესე რომ რაღაცნაირი მორალური ზღვარი არსებობს ისეთი, რომელსაც ესე გადალახავს ადამიანი, რომ უბრალოდ არაფერი აღარ აინტერესებს და არ აწუხებს ის რაც ხდება კონკრეტულად ამ ადამიანის შემთხვევაში მე ელენესთან ჩემი განსხვავებები მაქვს პოლიტიკური და ასე ვთქვათ შეიძლება სხვადასხვანაირად ვხედავთ ბევრ ამას მაგრამ ეს არცვლის იმას რომ ყველანაირი პოლიტიკური სამართლებრივი და ადამიანური განზომილებით ეს არის აბსოლუტური კატასტროფა და მე ვიტყოდი რომ აი ჩემთვის როგორც პირველ რიგში მოქალაქისთვის ხო იმიტომ რომ ყველა ჩვენ ვართ ჯერ მოქალაქე და საზოგადოების წევრი და მე ყველაფერი სხვა ყოველ შემთხვევაში მე ესე ვხედავ აი როგორც საზოგადოების წევრისთვის უბრალოდ სამარცხვინოა ჩემთვის, სამარცხვინოა ის რაც ჩვენ თავს ხდება, არა მხოლოდ მის შემთხვევაში ზოგადად ის რაც ხდება, როდესაც ტროტუარზე დგომისთვის აკავებენ ადამიანებს, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი არის შეუქცევად შედეგებზე, პოტენციურად, რომელიც ამ ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს და ის რომ ის ამაზე არ საუბრობს თავად ძალიან ბევრს, არ ცვლის იმ უმძიმეს ფაქტს, რაც ხდება და სამარცხვინო იყო აქ ერთს ვიტყვი, რომ აი რაღაცა კიდევ ერთხელ დისტოპიური რომანის, ასე ვთქვათ, ჟანრში ვითარდება საქართველოში მოვლენები, როდესაც პროპაგანდისტული სანქცირებული რუსული საინფორმაციო არხი არ ეკინებს პატიმრებს ციხიდან იმისთვის ააბათილოს ეს ასე ვთქვათ შეშფოთება, რომელიც საზოგადოებაში წარმოიქმნა ამ საკითხზე, ეს კიდე რაღაც ახალი სიღრმეა მორალური დაცემის და განადგურების, რომლის წინაშეც არის ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, იმიტომ რომ ყველა ვინც ემსახურება ამ რეჟიმს, რა სახითაც არ უნდა ემსახურებოდეს, როგორც პროპაგანდისტი თუ როგორც თანამშრომელი თუ როგორც არ ვიცი მხარდამჭერი, ყველა მათგანმა უნდა იცოდეს, რომ ინაწილებს მორალურ პასუხისმგებლობას აი ამ სამარცხვინო ამბავზე, რაც დღეს საქართველოში ტრიალებს.
კი, ნამდვილად გეთანხმებით აბსოლუტურად ქალბატონი სალომე და აბსოლუტურად ყველაფრის მიღმეა ის რაც ხდება ახლა ელენესთან დაკავშირებით განსაკუთრებით და ზუსტად აი ასეთი ქცევის გამო, ასეთი მოქმედების გამო თქვენ ახლა აღნიშნეთ ორი ადამიანი, რომლებმაც არ ვიცი სად დაკარგეს, საერთოდ ადამიანობის განცდა ბევრმა დაკარგა, მაგრამ მხოლოდ ელენეს მიმართ არა, მთელი ქვეყნის მიმართ ეს ნულოვანი თანაგრძნობა იქნება თუ ქართული ოცნების გაცხადებული პოლიტიკა, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გადავიდეს ომის რეჟიმში, არის სწორედ ის შედეგი, რაც აისახა მათ შორის დღევანდელ რეზოლუციაში, უმძიმეს დოკუმენტში, რომელიც მიიღო დღეს ევროპარლამენტმა, ხომ? აი აქ რა არის, ქალბატონი სალომე, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი დოკუმენტიდან და რა იქნება შედეგის მომტანი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის? ახლა ეს არაადამიანური დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ადამიანებს აპატიმრებენ, ხო? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ უზარმაზარი პრობლემების წინაშე მდგარი საზოგადოება ვართ, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, უმძიმეს ვითარებაში ცხოვრობს დღეს უდიდესი ნაწილი საქართველოს მოქალაქეების და აი ამ უმძიმესი გამოწვევების მქონე ხალხს, მათ შორის მე ვიტყოდი, რომ არსებობის და არ არსებობის, ასე ვთქვათ, წინაშე მდგარ სახელმწიფოს, აი ამ პრობლემის წინაშე მდგარ სახელმწიფოს, რომლის ერთადერთი შანსი გრძელვადიანი მშვიდობის განვითარების და კეთილდღეობის არის სწორედ ის, რომ ჩვენ გავაღწიოთ სამშვიდობოს, გავხდეთ ევროპის ნაწილი და სწორედ ამაზე გადის, როგორც დღეს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა სწორედ აღნიშნა, ვფიქრობ, ძალიან ზუსტი შეფასება გააკეთა, რომ თუ ჩვენ ვსურს სუვერენიტეტის შენარჩუნება, სახელმწიფოს შენარჩუნება, თუ ვსურს კეთილდღეობას, რომ თავი დავანებოთ და ეკონომიკურ განვითარებას, სწორედ ამიტომ უნდა გვინდოდეს დღეს ყველაფრის გაკეთება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ და ჩვენ ვხედავთ რა ხდება ჩვენს რეგიონში, მათ შორის ჩვენი მეზობელი ქვეყანა სომხეთი, როგორ აქტიურად ცდილობს ამ გზის გაკვალვას და ამის პარალელურად ივანიშვილის პოლიტიკა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ახლა იმ ხალხმა არ შეიძლება არ იცის, ვინც კიდე მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, მაგრამ მათაც უკარგავს მრავალი წლით შანსი ცხოვრონ ნორმალურ სახელმწიფოში, ეკონომიკური განვითარება იყოს ქვეყანაში, სამუშაო ადგილები შეიქმნას, დაცული ვიყოთ და მათაც დააკარგვინებს ცხადია უვიზო რეჟიმის ამ უდიდეს მონოპოვარს, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული მონოპოვარი იყო ჩვენ ქვეყნისთვის და მარტივად ეს არ მოსულა 10 წლიანი მუშაობა დაჭერდა ამას და დღეს ამას მიზანმიმართულად ართმევს ივანიშვილი საკუთარ ხალხს. ამიტომ ეს რეჟიმი ბოროტი არის არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, დაუნდობელი ეს რეჟიმი არის არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, არამედ ხალხის მიმართ არის ბოროტები და დაუნდობლობით, ასე ვთქვათ, ახსავსე რეჟიმი, რომელსაც აინტერესებს ერთადერთი რამე, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება რაღაც დაჯგუფებამ, რომელიც ქვეყანას მართავს, იმისთვის, რომ გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა, იმიტომ რომ აი მთელი ეს რაღაცა საქმეები, რომელიც ახლა გამოდის, რომელზეც წლების წინ იყო საუბარი, რკინიგზა იქნება ეს თუ სხვა რა ხდებოდა ამ სისტემებში, როგორ იპარავდნენ ფულს, როგორ კორუფცია იყო და ეს რაღაცა გვაბრალებდნენ, რომ ტყუილი იყო და არაფერი არ ხდებოდა და ახლა იჭერენ ერთმანეთს იჭერენ ერთადერთი მიზეზით, ეს არის შიდა კლანური გადალაგებები, იმიტომ რომ ღარიბი ქვეყანაა საქართველო დღეს გამეცინა, იმიტომ რომ პროპაგანდისტულმა მედიამ რაღაცა აიტაცა, ჩემი ნათქვამი, რომ საქართველო არის უღარიბესი ქვეყანა ევროპაში და ნუ ესე არის რეალურად, არ ვიცი, კანდიდატებს შორის შეიძლება სუმთლად ბოლო ადგილზე არ ვართ, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ევროპის უღარიბესი, ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფოა საქართველო. და აი ამ უღარიბეს ქვეყანაში არ არის მათ შორის მოსაპარათაც არ არის ამდენი ფული, ამიტომ კლანებს უწევთ ერთმანეთთან ბრძოლა, ვინ მოიპარავს, ამჯერად ვისი ძარცვის
აი ეს არის მთელი ეს კორუფციასთან ბრძოლის შინაარსი. ბატონო და ბევრი რომ მოიპარეს, ამას უკვე თავადვე ადასტურებენ და კაპიტან სალომე აუცილებლად უნდა გკითხოთ, არ არის ხო რა საკვირველია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მომავალ გეგმებში ის რომ რაღაც გამოასწოროს და ეს უვიზო რეჟიმის შეჩერება აცილოს თავიდან საკუთარ მოქალაქეებს უფრო პირიქით ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ აი აქამდე მივიდეს ეს ქვეყანა. ისევე როგორც ძალიან სიმპტომატური იყო შალვა პაპუაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ არ გვსურს ასეთი ევროპა, სადაც აი მარტაკოსის განცხადება სრულიად სხვაგვარი ინტერპრეტაციით მოიყვანა ამის საფუძვლად. რა არის ეს? რისთვის მზადებაა, მაგრამ პარალელურად აი კონტექსტში რო ჩავსვათ, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებაც ვნახეთ, ხო, ჩვენ გუშინ, რომელიც პირიქით ამბობს, რომ მზად ვარ თუ ევროკავშირთან მოლაპარაკება დავიწყოთ მათ შორის აი ამ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. აი რა მიზანი აქვს ახლა ამ ეტაპზე, რა ეტაპზეა ახლა ქართული ხო, ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვხედავ და როგორც არის დინამიკა დღეს ამ ხელისუფლების მოქმედების, ისინი არაპირებენ არაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ ევროკავშირთან რაღაცნაირად მართლაც გამოსწორდეს ხო ვითარება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი არის, რომ კმაყოფილი იყვნენ მის მიერ წარმოებული პოლიტიკით მოსკოვში. ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გააკეთოს, რომ მოსკოვს აჩვენოს და დაუმტკიცოს, რომ რაც მას შეუძლია და არ შეუძლია, ყველაფერს აკეთებს, რომ ჩაშალოს საქართველოს არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, არამედ მათ შორის ჩაშალოს ის, რაც გვაქვს უვიზო რეჟიმის სახით, იმიტომ რომ აბსოლუტურად ანალოგიურად მოქმედებს, როგორც მოქმედებდა ვიქტორ იანუკოვიჩი თავის დროზე. მას უბრალოდ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, როდესაც კანდიდატის სტატუსი შემოგთავაზეს და ყველას გვახსოვს პირველი რა გააკეთა ივანიშვილმა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. პირველი რა გააკეთა. ეს იყო რომ მიიღო კანონი აგენტების შესახებ, ხო? ანუ აქტიურად იქვე ჩაკეტა ყველანაირი გზა ამ კანდიდატის სტატუსის ასათვისებლად. ამიტომ ჩვენ საერთოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რას ლაპარაკობს მათი ვიღაცა მცირე კალიბრის წარმომადგენლები. მე ეჭვი მაქვს, რომ ეს განცხადებები კეთდება იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ევროკავშირი ადამიანის უფლებების თემაზე ადრეც გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ეწამებინათ მოლაპარაკება, მერე უბრალოდ ამათმა გადაწყვიტეს, რომ სანქცირებული პირი გაეშვათ, ესეც რაღაცა ესეთი დემონსტრაციული ნაბიჯი იყო, რომ ადამიანის უფლებებზეც არ შემდგარიყო შეხვედრა. მე ვარაუდობ, რომ არის შეთავაზება, რომ ადამიანის უფლებების თემაზე მორიგი დიალოგი გაიმართოს და როგორც ჩანს შეიძლება ამჯერად ასე ვთქვათ, რაღაც მზად არიან ამაზე შეხვედრის ორგანიზებისთვის, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, რომ ორი მიმართულებით თამაშობს ქართული ოცნება დღეს და ამით ქმნის საფუძველს ჩემი აზრით იმისთვის, რომ როდესაც დადგება ის მომენტი, რომ უკვე ასე ვთქვათ, ძიმე გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს ევროკავშირს, გამოაცხადოს ერთი მოატყუოს ხალხი, რომ თითქოს ის რაღაცნაირად ცდილობდა ვითარების გამოსწორებას, არანაირი განცხადება არ სჭირდება. ანუ ესე იგი იციან, ხო, რა უნდა გააკეთონ, იციან, ხო, პრობლემები რა არის ევროკავშირთან ურთიერთობებში, მაგალითად იციან, რომ ეგრეთ წოდებული აგენტების კანონი არის პრობლემა. ვინ უშლის ხელს, რომ ეს კანონი შეცვალონ ხვალვე? აი ხვალ მოიწვიონ პარლამენტის ხმა და შეცვალონ. არავინ არ უშლის ამაში ხელს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არაფრის გაკეთებას ესენი არაპირებენ, უბრალოდ შექმნიან პროპაგანდისტულ ხაზს, რომ ვითომ შედიან, ასე ვთქვათ, ურთიერთობებში. ამის პარალელურად გააგრძელებენ ყველაფრის გაკეთებას, რომ ევროკავშირთან ჩაიხსნას საბოლოოდ ყველანაირი ურთიერთობები და თუ მოუწევს ევროკავშირს უვიზო რეჟიმის გაუქმება ამ წლის ბოლოს ან შეჩერება დროებით უვიზო რეჟიმის მოქმედების, შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს არის ევროკავშირის ბრალი, რომ კავშირი არის არაკეთილგანწყობილი ჩვენს მიმართ და ამიტომ არის რომ ეს ევროპარლამენტის რეზოლუცია ხაზგასმით აღნიშნავს რომ პასუხისმგება ეკისრება კი ბატონო ბიძინა მოსალოდნელ შედეგებზე მართლ პოლიტიკურ ძალას და ეს ასეც არის. კაპიტან სალომე და ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ, არსებობს რაიმე მექანიზმი კანდიდატის სტატუსის ასე ვთქვათ უკან გაწვევის ქართული ოცნების მოთხოვნისა? რა თქმა უნდა, სავალდებულო არ არის, მათ შეუძლიათ რომ გამოიწვიონ უკან განაცხადი ისევე როგორც შეიტანეს ეს განაცხადი, იმიტომ რომ
ვიცი, თავის დროზე მაროკოს აქ განცხადება შეტანილი ევროკავშირში გაწევრიანებაზე უბრალოდ მიუთითეს, რომ ევროპის კონტინენტზე არ იმყოფება და საქართველოს სამწუხაროდ დღეს მხოლოდ გეოგრაფიულად იმყოფება ევროპულ სივრცეში ჩვენი მართვის პოლიტიკური რეჟიმის სახით, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, ჩვენ ძალიან შორს ვართ ევროპული სივრციდან და ჩვენ ამას გვეუბნებიან, რომ დიახ, თქვენი ადგილი არის ევროპაში, გეოგრაფიულად თქვენი ადგილი არის ევროპაში, პოლიტიკურად ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ გაგიღოთ კარები, მაგრამ ამისთვის თქვენი პოლიტიკური სისტემა უნდა იყოს თავსებადი ევროპულ ღირებულებებთან და რამდენადაც, ასე ვთქვათ, ამ ევროპული ღირებულებების, რაც შეეხება კანონის უზენაესობას, რაც შეეხება დემოკრატიას, რაც შეეხება იმას, რომ დიახ, საკუთარ მოქალაქეებს არ უნდა იჭერდნენ ტროტუარზე დგომისთვის და სხვა და სხვა, ანუ ის წესები, რომლითაც ცხოვრობს ევროკავშირის წევრი ქვეყნები და რომლითაც მიაღწიეს იმ კეთილდღეობას, დაცულობას, მშვიდობას და წარმატებას და სადაც არის ჩვენთვის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს გრძელვადიანი ინტერესები დავიცვათ, იქ ჩვენ ესეთი რეჟიმით ვერ მოხვდებით. ამიტომ ფიქრობ, რომ ახლა დადგება ალბათ დრო, რომ ივანიშვილი რაც უფრო ასე ვთქვათ, კიდევ უფრო რეალურს გახდის საკუთარ არჩევანს ევროპის წინააღმდეგ, ევროპასაც მოუწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს, რამდენი დრო დასჭირდა ევროპას, რომ დაეწყო ადეკვატური პოლიტიკის გატარება, მაგალითად ვიქტორ იანუკოვიჩთან მიმართებაში და სხვა შორის მაშინაც ევროპარლამენტი იყო პირველი, რომელიც იღებდა რეზოლუციებს, რომელიც მისი რეჟიმის სანქცირებას ითვალისწინებდა და ეს რაღაც პერიოდის შემდეგ გახდა ევროკავშირის პოლიტიკაც. ასე რომ ივანიშვილს ვფიქრობ დღეს აქვს არჩევანი, ან დაიწყოს იმ თამაშის წესებით თამაში, რომელიც ქართველმა ხალხმა აირჩია, იმიტომ რომ უნდა შევახსენოთ ყველას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგით ასე ვთქვათ, ასპარეზობდა მათ შორის 2024 წლის არჩევნებზეც ეს ქვეყანა და კონსტიტუციაში გვიწერია ჩვენ, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა უნდა გავხდეთ, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და ივანიშვილს ან მოუწევს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანით და მათ მიერ არჩეული თამაშის წესებით თამაში, ან მას მოუწევს იმ შედეგების ასე ვთქვათ, იმ შედეგების მიღება, რომელიც მოსდევს თან ქართულ ხალხთან და ჩვენი ხალხის მხარდამჭერ უზარმაზარ პოლიტიკურ ძალებთან, ასე ვთქვათ, დაპირისპირებას, იმიტომ რომ დღეს საქართველოს ევროპულ მომავალს ერთხმად უჭერს მხარს მთელი ევროპული პოლიტიკური სპექტრი, იმიტომ რომ ამ რეზოლუციას აქვს სწორედ მრავალპარტიული ძალიან მყარი მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხისთვის უნდა იყოს ძალიან დიდი იმედის მიქცევი. კი ბატონო, დიდი მადლობა ქალბატონ სალომე, ახსენეთ იანუკოვიჩი, რომელიც გადაყვა მართლა ამ ამბავს, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით მაშინ ჩაიდინან და ეხლა იმედია, რომ ბიძინა ივანიშვილიც ვერ შეძლებს, რომ ამ გზიდან გადააგდოს საქართველოს მოქალაქეები. ცოტა ისეთი მსუბუქი შედეგებით და იმედია, რომ ბიძინა ივანიშვილიც გადაყვება აი ამ ამბავს, არა ისეთი მძიმე გაგრძელებით, როგორიც იყო უკრაინაში, მაგრამ შედეგის თვალსაზრისით ბიძინა გაგრძელება ირჩევენ როგორც წესი მართველი ტირანიები და მართველი ძალა დროზე მოიგება გონს და მიხვდება მისთვისაც უკეთესი რა არის, მაშინ ბევრად უფრო უმტკივნეულოდ შეუძლიათ საზოგადოებებს განვითარება და წინსვლა დემოკრატიული განვითარების გზაზე და ჩვენ ჯერჯერობით ეს შანსი გვაქვს კიდევ და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ამისი ალტერნატივა იქნება ძალიან მძიმე ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის პირველ რიგში და რა თქმა უნდა არანაკლებ მძიმე იმ ხალხისთვის, ვინც დღეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ატარებს საკუთარ მხრებზე და მომავალში სამართლებრივ პასუხისმგებლობაც დაიდება მათ მხრებზე ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში დღეს ხდება და ხვალაც მოხდება.